რუსთავის ჟურნალისტები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ შეხვედრა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისში გაიმართა. სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინიციატივით ამ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ტელეკომპანიის სასამართლო პროცესი და მის ირგვლივ განვითარებული პოლიტიკური მოვლენები იყო. ჩვენი ჟურნალისტი სოფო ზურაბიანი ჩაგვერთვება ამ თემით პირდაპირ ეთერში. სოფო, რა განცხადებები გაკეთდა? დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ დახურულ კარს მიღმა რუსთავის ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორი. არასამთავრობო სექტორი ცალსახად უსვამს ხაზს იმას, რომ მხარს უჭერს რუსთავის ჟურნალისტებს და იმ პოზიციას, რაც აქვს რუსთავის ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ხაზს უსვამენ იმას, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია არხმა შეინარჩუნოს კრიტიკული პოზიცია და ქვეყანა არ დარჩეს კრიტიკული არხის გარეშე. ეს არის არასამთავრობოების პოზიცია. მათი განცხადებით ამისთვის საჭიროა დამატებითი მექანიზმების შექმნა ტელევიზიის შიგნითაც და სწორედ ამ მექანიზმების შესაძლებლობაზე მსჯელობდნენ შეხვედრის ნაწილის განმავლობაში არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები. ის განცხადება, რომელიც გააკეთდა, რომ ისინი ემიჯნებიან ძალადობას და მათ უბრალოდ უნდათ გააგრძელონ მუშაობა და გააგრძელონ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მე მგონი ყველამ იქნება ეს ხელისუფლება თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა უნდა გააცნობიეროს, რომ მედია ამ ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს და ყველამ უნდა დაანებოს ცდილობებს თავი რომ ჩაერიოს მედიის მუშაობაში და ხელი შეუშალოს ან განსაზღვროს მედიის სარედაქციო პოლიტიკა. ეს არის როგორც ხელისუფლების ასევე ყველა პოლიტიკური ძალის ვალდებულება და დროა მათ ეს გააცნობიერონ. ჩვენი ინიციატივა იყო ის, რომ შეიქმნას დამატებითი მექანიზმები იმისთვის, რომ რუსთავი 2 სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვის ნიშნები და გარანტიები იყოს იმისთვის, რომ ვინც არ უნდა იყოს მომავალში რუსთავი 2-ის მფლობელი, ეს იყოს დამოუკიდებელი ტელეკომპანია და ემსახურებოდეს პირველ რიგში საზოგადოებას. სრულიად მიუღებელია როგორც ჩვენთვის, ასევე თავად იქ მყოფი ჟურნალისტებისთვის ის ფაქტი, რომ პოლიტიკოსები ესე აშკარად და ღიად ერევიან ამ პროცესებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსთავის 2-ის ჟურნალისტებს, რომელთაც სურს, რომ დამოუკიდებლად აწარმოონ სარედაქციო პოლიტიკა და ეს სარედაქციო პოლიტიკა სრულიად თავისუფალი იყოს პოლიტიკური ზეგავლენებისაგან, მიუხედავად იმისა, რაც ვნახეთ და მოხდა, რაც იყო ძალიან სამწუხარო და მიუღებელი, მე პირადად და ჩვენ არასამთავრობო სექტორი მხარს ვუჭერთ რუსთავის 2-ის დამოუკიდებლობას. რაც შეეხება რუსთავის 2-ის პოზიციას, დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს რუსთავის 2-ის ჟურნალისტებმა, რომ ისინი ემიჯნებიან ძალადობრივი სცენარის განვითარებას და ნებისმიერ პარტიულ დღის წესრიგს, რომელ პარტიასაც უნდა კონდეს ეს დღის წესრიგი და რუსთავის 2-ის დღის წესრიგი კი ერთადერთი რჩება იყოს კრიტიკული მოვლენების მიმართ და გააშუქოს ის, რაც ქვეყანაში ხდება. იდეების დონეზე განვიხილეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და რაც ყველაზე მთავარია, მათ თავარი რაც აინტერესებდათ, სად ვართ ჩვენ ამ მოდი ბრძოლა და ვარქვათ, ოღონდ ამ ბრძოლაში, ამ დაპირისპირებაში. ჩვენ ვართ იქ, სადაც